ჩვენი მიზანი არის 160 კილო, 6 რეპეტიცია, 6 გამეორება ასე ვთქვათ, bench press-ზე და ეხლა ამჟამად ვაკეთებთ 90 კილოს ვაკეთებთ 3 რეპეტიციით, 3 გამეორებით და ძალიან დიდი ხანია ამ 90 კილოზე გავჩერდით. და პროგრესი აღარ გვაქვს და დღეს მინდა რომ გავიგო სად არის ჩვენი შეცდომა, რატო არ გვაქვს პროგრესი. მე გვაქვს აქსესორიები გვაქვს დამატებული მაგალითები, რომ bench press-ი გაგვიზარდოს, მაგრამ ჩემი მიზანი არის დღეს გავიგო სად არის ჩვენი შეცდომა და გადავჭრათ ეგ პრობლემა, რომ ანუ 160 კილო მინდა ავწიო 6 რეპეტიციით და რამდენი ხანი მოუნდები ამის აწევას. ნახოთ, აბა გამოიწერეთ გვერდი და რამდენ ხანში მივახწევთ, რამდენ ხანში გავზდით 90 კილოდან 160 კილოს bench press-ზე. ეხლა გვაქვს 90 კილო გვაქვს, სინგელი გვაქვს, 6 სინგელი გვაქვს, ასე ვთქვათ, ბლოკია, ასე ვთქვათ. ანუ ბლოკი არის 6 სინგელი, თითო სინგელი, ანუ 6 სინგელი არის თითო სერია და თითო რეპეტიცია, რილ 3-ით ასე ვთქვათ. და აქედან ვიწყებთ, რამდენს გავაკეთებთ. ეხლა გვაქვს 90 კილო და აბა სადამდე ავალ და რა შეგძინება გვექნება და რა გაგიმხელთ ამას, რატო ვერ გვაქვს პროგრესი ასე ვთქვათ. ერთხელ გავაკეთებ, ცოტა-ცოტას მოვუმატებ და მე მგონი, ანუ ვიცი ჩემი შეცდომა, ან ჩემი სად უშვებთ შეცდომას ასე ვთქვათ. და რო გავაკეთებ, ანუ ამებს რო უკვე მივხვდები, სად არის ჩემი შეცდომა და რატო ვერ ვზდი ასე ვთქვათ bench press. ხლა და მე მგონი რომ ამ bench press-ს რო დავამთავრებ, დარჩენილი მაქვს ამის გარდა 5 სერია, თითო რეპეტიციები და უკვე გავიგებთ ჩვენი შეცდომა რა არის. მორჩით უკვე 87 კილო გავაკეთეთ რილობით და უკვე გავიგეთ ჩვენი შეცდომა რა არის და რატო არ გვაქვს პროგრესი ასე ვთქვათ. და ამის მერე ეხლა დარჩენილი მაქვს 3 სერია, 3-5 რეპეტიციით და რილ 3-ით. და ამის მერე გადავდივართ აქსესუარებზე, გადავდივართ ვარჯიშებზე და უკვე გავიგეთ ჩვენი შეცდომა რა არის და ბოლო ვიდეოს ბოლოს აგხსნით რა არის ჩვენი შეცდომა და როგორ მივიდგებით ამ პროგრესს, ამ შეცდომას, რომ გავამჯობესოთ და ავიდეთ 160 კილოზე მოკლე დროში. იმედია თქვენ ნახევარში 2 თვეში მაქსიმუმ მარტამდე მაქვს მონიშნული 160 კილო და რატომ მაგას წინა მერე ვიდეოებში გეტყვით. ეხლა გვაქვს ხაჩვა განტელებით ასე ვთქვათ, ორი სერია გვაქვს და ამიტომ რომ ანუ მკერდი გავამჯობესოთ, რა გოხმაურ და ანუ უკან არ ჩამოგჩეს ასე ვთქვათ მხარი.
pesé con 40 kilos y luego explicaré un poco por qué. Hacemos aquí press plano con mancuernas. აქვს ორი სერია, იმიტომ ვაკეთებთ აქ რომ ეწამჯერა რა. მე bench press დაგვეხმარეს გაზრდა. ორი სერია გვაქვს აქ. I'm changing who I am. I'm making a new plan, rearranging my life and I won't look back ever again. You ain't see me activated. You better hope that you never see me agitated. I think about my actions, plan them out, evaluated. That's how I end up on the top, man, I'm calculated. My mind's a weapon, my body is the engine. I'm never second guessing, I just do what I was destined. Cause I feel I got the blessing, persistence and obsession. That's how you keep progressing, I already learned that lesson, yeah. და ამას იმიტომ ვაკეთებ რომ მე bench press-ზე გავამჯობესოთ ვაჯიშები ასე ვთქვათ, ანუ წონები და ეს გვეხმარება ეს მეტი ვაჯიში ასე ვთქვათ. გვაქვს ორი სერია გვაქვს ბოლომდე. და მის მერე გვაქვს კიდევ ფანერი მიდგომით, ისევ მტერდი და ანუ ვიდეოს ბოლოს აგიხსნით bench press-ზე რა შეცდომები ვიპოვეთ და რომ გავამჯობესოთ. ასე პედაგოგის ბოლოში დაგიხსნით. Sí. Those walls and the others will fall. Sit up, stand tall, you can get through it all. I need some energy, anxiety's no friend of me. I have a short memory, I don't really remember things. That's how I move on, that's how I stay strong. A new day's on, I'll keep moving right along. And I feel like the pain in the past, it needs to stay in the past. You gotta take off the cast. I wanna feel like I'm a new person. I wanna have clear vision and purpose. And I feel like the pain shouldn't last. If you can move on and past the things that make you feel bad, and you can change in your brain, I'm certain. I've done it before and man, I'm not perfect. I'm changing who I am. I'm making a new plan, rearranging my life and I won't look back ever again. You can't stop what's moving. You can't stop what's moving. I'm changing. ეხლა გვაქვს ორი სერია გვაქვს ეს ზედამ კერძზე, ანუ პატარა აქ არის პატარა ნაწილი, მაგას ვაკეთებთ და მაგის მერე ასე ვთქვათ მაგის მერე გადავდივართ მხარზე ისევ რომ გავამჯობესოთ მხარი, რომ bench press-ზე ანუ ავთქონეს შეფერხება არანაირი. Damn, what a hell of a view. I feel good, you look great. I like you, I can't wait. A first time, a first date. You're so fun, I'm so late. You sip wine, I drink straight. Don't waste time to my place. I feel my heart erase. So catch me if I fall. Praying that this night's gonna last. You got it all on tap. I'm loving your vibe, always have your back. We like all the same tracks. Listen on. ეხლა გვაქვს ორი სერია გვაქვს. მის გარდა შენ გვაქვს მე ერთი მკერდი მხარიც ასე ვთქვათ. განტალებით მილიტარული რა ვქი, არ ვიცი, ანუ აგიხსნით მაგას მე. წამით ხო სწორად ორი სერია გვაქვს. და ყველაფერს სადაც ვაკეთებ, იმით ვაკეთებ, რომ ანუ მკერდზე მე bench press-ზე მეტი გავაკეთოთ. დავიწყეთ ისე. Don't waste time to my place. I feel my heart erase. So catch me if I fall.
ეს დავმთავრდი ახლა აქ. ან ეს გვაქვს ჩვენი ორი სერია გვაქვს, ტოპსეტი გვაქვს, ბაკოფი გვაქვს, ეს ბენჩი არის 60 გრადუსზე ინკლინაცია, ასე ვთქვათ. და 30 კილო უნდა უმწიო ტოპსეტი. და მე ბაკოფი მაქვს, ანუ 6-დან 7 რეპეტიცია და 7-დან 10 რეპეტიცია. და მით ვშევით და მე რა გიხსნით რა შეცდომები უშევდით ადრე ბენჩ პრესზე. Welcome to my party, we're just getting started. A life is a dream or a nightmare scarring. Hand me a drink cause I think I'm going all in. Get me a shrink who can catch me when I'm falling. Cover up my scars, flip the handlebars. Crashing in my car, wake up in a bar. I'll be a superstar, just on my avatar. This world is so bizarre, empty out the reservoir. Yeah, I'm taking 6 shots, yeah, straight to the face. And I wanna get lost, I'm sick of this place. Don't know how to stop when I'm feeling this way. So I'm taking 6 shots till I'm feeling okay. I think I'm going crazy. უკვე მივხვდით და ანუ სად გვაქვს ასე თამარავი დამატოს. სად გვაქვს შეცდომები ბენჩ პრესზე სიმართლე გითხრათ, არის რომ სტაბილურად არ გვაქვს ასე ვთქვათ, კი ვდებთ ბენჩს, ანუ მაგრამ ანუ ცოტა არასტაბილურად ვდებთ ხანდახან. და ეგ უნდა უფრო კონცენტრირებული უნდა ვიყოს სიმართლე გითხრათ, რომ მეტი სტაბილურად გავაკეთო და კიდევ ცოტა მოძრაობა გვაქვს შეცდომა ასე ვთქვათ. და მოძრაობაში უნდა გავაუმჯობესოთ და მე მგონი მეორე ვარჯიშზე უკვე მომიწევს ბენჩ პრესი, სავარაუდოდ 100 კილომდე ავალთ. ნახოთ რა იქნება და ანუ მიზანი გვაქვს 160 კილო და მინდა რომ ორ თვეში მარტის ბოლოს უკვე 160 კილოზე ვიყოთ, ასე ვთქვათ, მიზანი ჩვენ ეგ არის. ძალიან დიდი ამბიცია არის, მაგრამ ანუ მაგისთვის ვიბრძოლებთ რომ მივახციოთ. და იმედია წესით მეორე ვარჯიშზე ავალთ, მე მგონი ავალთ 100 კილოზე თუ არა, 100 კილოზე დაგვაკლდება. ნახოთ.